უცებ ირთვება ტვინი და მეუბნება, რომ ვაიმე, რო არ გამოგივიდეს გარკვეული ფიქრები, შიშები, შფოთები, ბარიერს ქმნიან ამ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად. ყველაზე კარგი და მარტივი არის, რომ ეს ნაბიჯები ისე დავაპატარავოთ, დავიწყოთ პატარა რაღაცით. მნიშვნელოვანია, ხო, შიშთან დამეგობრება იმისთვის, რომ რაღაც წინ წახვიდე. იმაზე კარგი არაფერი არ არის, როდესაც პატარ-პატარა გაბედეების შედეგად შედეგს ხედავ, უკან რომ გადმოხედავ, დაინახავ, რომ რა მაგარია, სადამდე მოვედი. პატარა გაბედეებით თან. აი დღეს გავბედე, რომ გამარჯობა, თქვენ უყურებთ Wellness podcast, მე ვარ თაკო ბასილია. მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩემი პოდკასტი და ზარის ღილაკსაც დააჭიროთ ხელი, რომ მომდევნო ეპიზოდი არ გამოტოვოთ. დღეს ჩემი სტუმარია ნინი ელიაშვილი, პიროვნული და ბიზნეს ტრანსფორმაციის მენტორი. ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, როგორ გავბედოთ და ვიმოქმედოთ შიშთან ერთად. გამარჯობა ნინი. გამარჯობა. ძალიან მიხარია, რომ საბოლოოდ მოაღწია ჩემ პოდკასტში. მეც მიხარია ძალიან. მოდი ვუთხრათ ჩვენ მაყურებელს, როგორ უნდა გავბედოთ და როგორ ვიმოქმედოთ შიშთან ერთად. ალბათ პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იქიდან, ზოგადად ჩავშალოთ რა არის შიში. მოდი ჩავშალოთ რა არის გაბედვა, რაღაც ეგეთი. მაგებზე ვილსაუბროთ მოკლედ. დავიწყოთ. ანუ შიში არის ჩვენი რეალურად სხეულის რეაქცია არსებულ საფრთხეზე. და ბევრ რაღაცას ვეძახით ხოლმე შიშს, მაგრამ რეალურად ჩვენი სხეულის რეაქცია უფრო შფოთია ხოლმე, რასაც ჩვენ ვეძახით შიშს. მაგალითად, შფოთი არის რაღაცა მომავალში არსებული რაღაც საფრთხე, რომელსაც ჩვენი გონება კარნახობს და გვეუბნება ხოლმე. მაგალითად, ხო, რაღაც გვინდა რომ შევიცვალოთ მიმართულება, ან დავიწყოთ ბიზნესი, ან რაღაცა ცვლილება გავაკეთო ხო ჩემს ცხოვრებაში და უცებ ირთვება ტვინი და მეუბნება, რომ ვაიმე, რო არ გამოგივიდეს, ან შეიძლება ქვეცნობიერი ირთვებოდეს, რომ გამოგივიდეს და მერე მეგობრები დაკარგო, ან რაღაცები კრიტიკა წამოვიდეს და მოკლედ მაქსიმალურად ჩვენი გონება სხეული ფსიქიკა ცდილობს, რომ ჩაგვაყენოს ისევ ძველებურ მდგომარეობაში. იმ მდგომარეობაში, რაც მისთვის, ანუ ჩვენი სისტემისთვის ამ გადმოსახედიდან არის უსაფრთხო და ნაცნობი. და ძირითადად ნაცნობი ჭირი, ასე ვთქვათ, უფრო მისაღებია სისტემისთვის, ვიდრე უცნობი და რაღაცა, რაც არ ვიცით რა იქნება, რა შედეგი მოვა. ამიტომაც არის ხოლმე, რომ ძალიან ბევრი არის, რომ აი მაგალითად ძალიან ისეთ სამსახურში მუშაობს, რომელიც აღარ უყვარს, პირიქით გულიც ერევა, დილით გაღვიძება არ უნდა, მაგრამ რომ ის უნდა შეცვალოს, ის საფრთხე უფრო დიდია და უცნობია, ვიდრე ის, რომ თქვათ აი ამ მდგომარეობაში ვარ ხოლმე. ხო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გავარკვიოთ რა ხდება ჩვენ სისტემაში და სახელები დავარქვათ, აი მაგითი დავიწყოთ. აი პირობითად ის, რომ უსაფრთხოების შიში მაქვს, ხო, რაღაცა მოხდება ისეთი, რაც არ ვიცი და დავარქვა ამ სახელი, რომ აუ, რა ხდება, აბა, მეშინია რისი. რა არის, სად არის მე სხეულში. ეს კრიტიკის მეშინია, კონტროლის დაკარგვის მეშინია, ის რომ რაღაცა არ იქნება და ამის მერე რა იქნება, ყველაზე ცუდი რა შეიძლება რომ მოხდეს. და ხშირად აღმოჩნდება, რომ ამ კითხვაზე პასუხს რო გავცემთ, მე არც ისე ცუდი შეიძლება არ მოხდეს. ან შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ თქვათ პირობითად ეს ცუდიც გვაშინებს, შეიძლება დაუპირისპირო პრევენციული ქმედებები. მე რა შემიძლია რომ გავაკეთო, რომ ეს შფოთი შევიმცირო. დღეს არსებული სხეულში შფოთი. მაგალითად გამოვიკითხო. ეხლა ძალიან სამსახურის თემაზე წავედით, ხო? ვიღაცისთვის შეიძლება საინტერესო იყოს, ხო? აი მაგალითად არის სიტუაცია, სამსახურის შეცვლა უნდა ადამიანს და ვერ ბედავს. ვერ ბედავს, ან შეიძლება ბედავს კიდევაც და აგზავნის სივებსაც და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცნაირი წარმოდგენა აქვს თვითონაც, რომ ეს არ უკავშირდებიან და ასე შემდეგ. ანუ პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ეს ბარიერებიც, რაც არის ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი დავაფიქსირო, სახელი დავარქვა და მერე შევამცირო.
მაგალითად, თუ ვაგზავნის CVs კითხვა დავსვა, რომ იქნებ ჩემი CV არ არის ისეთი ხარისხიანი, ან აზრი გამკითხო ვიღაცას ექსპერტს. ან შეიძლება ისეთ ადგილას ვაგზავნი, რომელშიც მაგალითად ჩემი შესატყვისი არ არის და ანუ რეალურად ვიპოვო ვიღაცა, ვინც დამეხმარება ამის გაკეთებაში. მაგრამ ხანდახან არის ხოლმე, რასაც ვაკვირდები ადამიანებს, მათ შორის ჩემთანაც რომ მოდიან, ესე სიტყვიერად კი ამბობენ, რომ უნდათ რაღაც მაგალითად სამსახურის შეცვლა. მაგრამ ქვეცნობიერად მთელი სისტემა ეწინააღმდეგება, რომ ეს გააკეთოს. მთელი ნერვული სისტემა ალბათ, ხო? მთელი ნერვული სისტემა მათ შორის, იმიტომ რომ მაგის უკან კიდე დგას გარკვეული დაჯერებები და ქვეცნობიერი შიშები. ანუ შიში იმისი, რომ მაგალითად მე თუ სამსახურს შევიცვლი, რაღაც გარკვეულწილად ჩემი იდენტობის ცვლილება უნდა მოხდეს. რაღაც კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდე. ახალი ხალხი უნდა, თქვათ, კოლექტივი უნდა შევიცვალო. იმ კოლექტივში რო არ მიმიღონ, ბევრი ქვეცნობიერი შიშები შეიძლება იყოს, რაც შიგნით ამ ყველაფერში ტრიალებს. ხო, ამიტომ მანდაც გარკვეულწილად ზედაპირზე რო ვსაუბრობთ, რომ ეს მინდა, ამის უკან ხოლმე რა დგას, მაგიც გასაცნობიერებელია, რომ ის იქნებ რეალურად რა არ მაშინებს. გინდა, ხო? ხო, ეგეც ხო არის? რეალურად არის ხოლმე, რომ კი არ მინდა, ხო, იშვიათად. ან როგორ არის, მე ჩემ პრაქტიკას ვეტყვი, ჩემთან ვიც მოდის და მეუბნება რაღაცა იცვლილება მინდა. ერთია, რომ თვითონ გაურბის არსებულ სიტუაციაში გარკვეულ კონფლიქტს, ან იქ არსებულ დისკომფორტს და უნდა რომ გაიქცეს სხვაგან და ახალში იქ და შეიძლება იგივე სიტუაციაში მოხდეს. აუცილებლად იგივეში მოხდება, უბრალოდ შეიცვლება გარე ფასადი და ადამიანები. აუცილებლად ზუსტად იგივე თქო, იმიტომ რომ თვითონ თავისი ასე ვთქვათ, ქცევები, შეხედულებები, პასუხები, საკუთარი საზღვრების დაცვა, არასთქმა კი ის თქმა ამას თუ არ შეცვლის, ხო, სიტუაციაც არ შეიცვლება. ერთი ეგ არის ხოლმე და მეორე არის ის, რომ მაგალითად მართლა ბოლომდე ვარ სადღაც და აი ხო იცი ვიღაცები რო არიან შეწირავენ თავის თავს, რომ აი კიდევ ცადო. ამ დროს ხვდები, რომ ეს არც ღირებულებაში აღარ ჯდება, აღარაფერში აღარ ჯდება ჩემი ამ მოცემულობის და რეალურად უფრო დიდი მასშტაბი მინდა, მაგრამ მეშინია რომ ხმამაღლა ვთქვა, რომ დიდი მასშტაბი მინდა, რომ უფრო დიდი ხელფასი მინდა, ან უფრო მეტი ხალხი მინდა, რომ ჩართული იყოს, ან რაღაცა ისეთი სფეროში მინდა გადასვლა, რაც ვთქვათ, ეხლა ამაში არა ვარ და სხვაგან არის. ამიტომ ხო, ეს არის ხოლმე ერთი არის, რომ არსებულში რას გავურბივარ და მეორეა, რომ მეშინია იმ რაც რეალურად მართლა გულით მინდა ის რომ ვაღიარო და ვთქვა. თუმცა როგორც კი ვაღიარებ და ვიტყვი რომ კი იცი რა არის, მე მინდა რომ სამ კონტინენტზე ვიმუშაო მაგალითად, ან მე მინდა რომ პირობით $10,000 სამსახური მქონდეს ვიღაცისთვის, შეიძლება ეს იყოს რომ ვოიმედე და არა, ჯერ მაგამდე უნდა გავიზარდო. ამ დროს შეიძლება შენი სხეული უკვე მომწიფებულია, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება დააგროვე. მოგეთ, ბევრნაირი кейსი არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად აი ეს ორია ხოლმე, რომ მოვემზადო და ამ გაფართოებისთვის ჩემი სხეული სისტემა იყოს მზად, მათ შორის ნერვული სისტემა, მაგრამ პირველ რიგში ვაღიარო, რომ კი ეს მინდა. და მეორე რომ რაღაცა ჯერ კიდე დარჩენილი მაქვს ამ სამსახურში, რასაც თვალს არ ვუსწრებ და იმას გაუსწორო, მაგრამ არ ნიშნავს, რომ იქ შევეწირო, ასე ვთქვათ, ამ არსებულ მდგომარეობას. ხო, თუმცა ორივე кейსები მქონია, რომ არსებულ სიტუაციაშიც გაუჯანსაღებიათ თავისი ხედვა და დაწინაურებულან კიდევაც და თქვათ პოზიციად შეუცვლიათ ან სხვა რაღაცა ჩაუბარებიათ და მეორე შემთხვევაში, როდესაც რეალურად მიმხვდარან, რომ აი მართლა აი ამის კეთება მინდა. ოღონდ თან ამზადებ შენს ნერვულ სისტემას. ხო, და მოდის, რა თქმა უნდა, გაცნობიერებებით. ხო, ანუ რეალურად როგორც მივხვდი, შიშთან დაპირისპირება კი არა და არა. შიშთან ერთად ესე იგი გაბედვა და შიშის მიღება და მეგობრობა, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია, ხო? შიშთან დამეგობრება იმისთვის, რომ რაღაც წინ წახვიდე, ხო? ხო, იცი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, წყაროები არსებობს, რა თქმა უნდა.
ზოგი ამბობს, რომ გაიარე შიში. და ეგეც მე მომწონს. ჩემი გამოცდილება ეგ არის. ხო, რა, აი შიშია და ამაში გაივლი და რაღაც მიხვდები, რომ გადარჩი. და მე ძალიან გაძლიერებს ეგ გავლა. სუსტად. იმას გავს ხოლმე, აი, სარფში რო კლდე არის გადმოსახტომი, ზევიდან რო უყურებ და ძალიან რო გეშინმენ, რომ გადახტები, მიხვდები, რომ სიამოვნება მოდის მე. ხო, არაფერი ეგეთი არ ხო, და რაღაცნაირი გამოცდილებას აგროვებ შენსას და უკვე იცი რომ გადარჩი. ანუ პრობლემა არის პირიქით, მოგიტანა უფრო დიდი ადრენალინი, ემოცია, რაღაც ახალს, ხო, და აი ის რომ შეძელი ეს ნაბიჯი გადაჭი. თვითრწმენა. ხო, ალბათ რა თქმა უნდა, გამოცდილებასთან ერთადაც უკვე მოდის ეგ თვითრწმენა. და ზოგადად ამბობენ რომ რა თქმა უნდა პრობლემა უფრო ის არის რომ ვებრძვი რომ შიში არ მქონდეს და როცა არ მექნება მე გავაკეთო ვიდრე ის რომ შიშთან ერთ ანუ სინამდვილეში შიში ვერ გაქრება იმიტომ რომ ჩვენში არსებული პროგრამა ბიოლოგია არის ჩვენი სხეულის, ანუ ამიგდალას ფუნქცია, რომ დაგანახოს ის რაღაც საფრთხეები და აგარიდოს ამ ყველაფერს და დაგიცვას. რა თქმა უნდა, გვიცავს იმისგან, რომ ხა რო გავიდე გარეთ ავტობუსმა რო არ გამიტანოს და ადამიანს ყველას ეშინია ამის თქმა. რა თქმა უნდა, ეგ გვჭირდება კიდევაც. მაგრამ ეგ შიში უკვე ფსიქოლოგიურ შიშად რო გადაიქცევან შფოთად იმისი რომ რაღაც არარეალური ან რაღაც წარმოსახვითი შიში, აი მანდარი ხოლმე რომ დავინახო რა მიშლის ხელს. ეგენი მოვაშორო, მაგრამ ის რომ სხეულს აი ამ რაღაცა ახალის და ცვლილების ეშინია, ამასთან ერთად პატარა ნაბიჯი გადავდგა. ამისათვის საჭიროა ხოლმე რამდენიმე მაგალითად ეტაპი არის, რომ ერთი რომ ვკითხო, ანუ რეალობის ჩეკს ეძახიან, ანუ რეალობა რომ რისიც მეშინია პირობითად ის მართალია, ანუ მართლა ფაქტია, რომ ეგრე იქნება, მართლა მოხდება? თუ არა. მაგალითად, შემდეგი კიდე ერთ-ერთი ჩეკი არის ის, რომ აი ეტაპობრივად ექსპანსია გავაკეთო, რაღაცნაირად პატარ-პატარა ნაბიჯებით გამოცდილებები დავაგრო. მაგალითად, თუ მეშინია კამერაზე საუბარი, ჩავწერო 1, ჩავწერო 2, ჩავწერო 3 და უკვე ვითარდება ეს კუნთი და უკვე იცი, რომ შენივე სხეულებრივი გამოცდილება გექმნება. მეორე ასევე საზღვრების განსაზღვრა არის აი ამ ნაწილში, რომ მაგალითად თუ მეშინია სხვისი აზრის, ის რა ისი ფიქრებს, რაც გამაკრიტიკებს, ხო, რომ რეალურად სად გადის ზღვარი, ხო, იმისი აზრი და ჩემი ღირებულება, ჩემი თავის მიმართ, რომ გავარკვიო და ვისწავლო და დავინახო. ანუ აი რამდენად გაინტერესებს თქვათ რეალურად სხვისი შეფასება, რამდენად რელევანტურია შენთვის სხვების აზრი? მან დაინახო ის, რომ შენ სხვებს ანიჭებ იმ ღირებულებას, უბრალოდ სხვებს აძლევ ძალას, რომ შექმნან შენ შესახებ ღირებულება. ამ დროს ის ხვებთან არსებული ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს საკუთარ თავთან და უთხრა, რომ კი, მაგრამ ვიღაცა, არ ვიცი, მაია, ლელა, გიორგი, რომ ამას იტყვიან ჩემზე, ეს ცვლის იმას ვინ ვარ მე? ან იმას რაც მინდა, ხო? ან იმას რაც მინდა და უარს ამბობ რეალურად სხვის გამო. კი, ზუსტად. და საბოლოო ჯამში პროცენტულად რო დაფიქრდე, რამდენ პროცენტ შეიძლება რამდენი პროცენტია ის ადამიანი, ვინც გაგაკრიტიკებს, ძალიან ცოტა შეიძლება 1% იყოს და ამ დროს აი თუნდაც პოდკასტის ჩაწერის შემთხვევაში, ხო? აი რა არის ის პროცენტი, ვინც შეიძლება გაგაკრიტიკოს? ხო, იცი არ ჩემი გამოცდილება იყო, ხო, ესეთი, რომ თავიდან რო დავიწყე პოდკასტის კეთება, მე თავად ვიყავი ძალიან დაძაბული, იმიტომ რომ ნუ აი ხო ხდები მაგაზე ვფიქრობდი სწორედ, რასაც შენ ახსენე, რომ როგორ მიიღებს, როგორ შემაფასებენ. მე რა თქმა უნდა 1-2 პოდკასტი რო ჩავწერე, ერთხელ გავილანძღე კიდევაც, რომ ესე რატო ქენიო სამბოფო ძალიან ბევრს ამაშვებიო, იმაშვებიო. მე ნუ ნელ-ნელა ხო, რა ვიცი, მეც ვითვალისწინებდი რაღაცა რომ შეიძლება მართლა ეს ამდენი აქტიურობა შეიძლება ვაწყვეტინებდი, რაღაცები გავითვალისწინე და მე გავაგრძელე ისე, რომ არა, ხანდახან არის ისე ჩანიშვნას გაძლევენ, რომ
არ გაინტერესებს, იმიტომ რომ არ თვლი შენ, მაგრამ აქამდე მოხვიდე, რომ ეს გასათვალისწინებელია, მაგრამ ამას ნამდვილად რაც შენახსენე ჭირდება გაბედვა, შიშთან ერთად სიარული და სადღაც გამოცდილება მოიტანს. მაგრამ როგორ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ადამიანმა? მე უბრალოდ ვარ ეგეთი ტიპი, რომელიც რაღაცნაირად რისკიანი ვარ და აქტიური ვარ, მაგრამ ხო არიან ადამიანები, ვისაც ძალიან უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა. აი, რა შეიძლება ვთქვათ ბურჩიოთ ესეთ ადამიანებს? იცი როგორი რაღაცა, ერთია რომ ყველა ფორმულა ყველასთვის მისადაგებადი არ არის. ვიღაცისთვის არ არის აუცილებელი რომ ყველა წამოვიდეს სამსახურიდან, ანუ ყველამ დაიწყოს პოდკასტი, მაგრამ ვიღაცას ვისაც რაღაცის გაკეთება უნდა, სადღაც ჭია აქვს, რომელიც არასვენებს. არასვენებს. მოდი ვისაუბროთ ესეთ ადამიანებზე, რომ რაღაცის დაწყება უნდა და არსებობს მასში გარკვეული ფიქრები, შიშები, შფოთები, რომლებიც გარკვეულ ბარიერს ქმნიან ამ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად. ყველაზე კარგი და მარტივი არის, რომ ეს ნაბიჯები ისე დავაპატარავოთ, იმიტომ რომ ჩვენ თავში ხო რაღაცნაირად ვადიდებთ ხოლმე ყველაფერს. დავიწყოთ პატარა რაღაცით, რომ მაგალითად მოვძებნო სივრცე. იმიტომ რომ ის რაღაც ილუზიები, რომ ვაიმე იცი რა არის, შეიძლება ჯერ რა მოდის ხოლმე, რომ აუ ძვირი იქნება, ან ის იქნება, ან არ გამოვა, ან აქ არ შეიძლება. ყველა ეგეთი აზრი, რაც არის, ამას კონტრაზრი მივუწერო ფაქტობრივად, ჩამოვწერო რა მიშლის ხელს და ამას დაუპირისპირო. და ამ ნაწილში პატარ-პატარა ნაბიჯები გადავდგა. პატარა ნაბიჯები ხოლმე ეხმარება. ან მეორე არის, როდესაც აი უბრალოდ ადგები და გადახტები. გადახტები ხო? ჩემი შემთხვევა. ხო, გადახტები ხო, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ისეთი, რომ ასე ვთქვათ, რომ ვიღაცა ადამიანები დავაზიანოთ ამითი, ანუ მაინც წინასწარ ვიცახი ყველაფერს. ანუ საკუთარი თავიც დავაზიანოთ ახლა ეს მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ხო, მე მახსოვს კორპორატიულ სამყაროში მუშაობდი წარმატებულ პოზიციაზე და აი რაღაც მომენტში მივხვდი რომ რეალურად იქ ყოფნა და თქვათ ჩემი ბიზნესის გაკეთება და აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, უფრო დიდი დანახარჯი იყო და უფრო დიდი ძალისხმევა იყო და უფრო მეტი დისკომფორტი იყო, ვიდრე აი ამ რაღაცა ახალი წარმოუდგენელი და ჩემში არსებული შინაგანი ხმა რწმენა მიყოლა ბევრად უფრო ხმამაღალი იყო იმ მომენტში. და ბევრი რომ მეფიქრა მერე ალბათ დავრჩებოდი. მაგრამ აი ეს მოსული იმპულსი, იმ იმპულსს მივყევი და რა თქმა უნდა, საკუთარ თავსაც ვეხმარებოდი იმ კუთხით, რომ ანაბიჯებს ვთქვავდი. ესე არ არის, რომ მოდი შენ ახლა გადახტი და მე დაჯექი და დაელოდე. და მე ნახოთ რა იქნება. არა, აუცილებელია მე პრაგმატულად დაგეგმო. რა თქმა უნდა, ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია და მსხვერპლის მენტალიტეტიდან გამოსვლა. იქ კიდევ ალბათ უპირველეს ყოვლისა. იმიტომ რომ სხვა გარემო სიტუაცია, აი მან არ მიპასუხა, არ გიპასუხა, ფანჯრიდან შედი. ეს ვერ გააკეთე, ანუ ეს ძვირია, სხვა იპოვე, ანუ ალტერნატია და გზები არსებობს. უბრალოდ აი ეს გაფართოების შესაძლებლობის მიცემა საკუთარი თავისთვის. და მე თუ ვეძებ უბრალოდ ხო, ვეძებ იმას, რომ ვიპოვო არგუმენტი, რატო არ გამომივიდა, რომ ისევ კომფორტის ზონაში დავრჩე. ეგეც არის ხოლმე სიგნალი საკუთარი თავისთვის, რომ ეს იგი სადღაც შემომეპარა ისევ მსხვერპლობა, შემომეპარა შიში და იმიტომ ვაკეთებ მაგას. რო არ გააკეთო. ამ ზოგადად გაცნობიერებულობა ეხმარება ყველაფერში, კი, რა თქმა უნდა, ანუ საკუთარი თავის ცოდნა, მაგრამ ნახე, არ არის აუცილებელი, რომ მოდი ჯერ ახლა მე 1 წელი იქ ვივლი და რაღაცას გავაკეთებ. პირველი, ასე ვთქვათ, რასაც ვურჩევდი არის, რომ დავინახო რა არის ხილული, უხილავი ბარიერები, რაც ხელს მიშლის, ოღონდ არა მსხვერპლის პოზიციიდან, ანუ რა არის. ამ ფიქრებს მივუსადაგო შესაბამისი კონტრფიქრები და ნაბიჯები. ეს ნაბიჯები ხშირ შემთხვევაში დამეხმარება, რომ დავინახო, რომ აი მოქმედებაში მოვიყვან და აი ენერგია და დინამიკა წამოვა ამ საკითხში და მეორე ვარიანტი კიდე არის, რომ და გზა გამოჩნდება რა. აუცილებლად ადამიანებიც გამოჩნდებიან, სიტუაციებიც აეწყობა და მეორე რაღაცა ისეთი დიდი ნაბიჯიც
არის ხოლმე შესაძლებელი და ზურგის კარი აუცილებლად დაუბერავს მაგ ნაწილში. ნამდვილად, ჩვენს გამოცდილება ამისი და კი და ხშირად ეს ხმა რაც არის ხოლმე შიგნით, ტყუილად არ არის ის ხმა. მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთი, რასაც ყველას ვეუბნები ხოლმე, რომ საკუთარი თავის გაკრიტიკება, განსჯა პროცესს აბსოლუტურად არ ეხმარება. ანუ განსჯა და რა თქმა უნდა ესეთი კარგი კრიტიკა, რაც გულისხმობს შეფასება, რომ ნახო რა ხდება, როგორ გავაუმჯობესო რაღაცა, კი, მაგრამ აი კრიტიკა მიწაში რო ჩადებს შენ თავს, ეგ არაფერს არ ეხმარება, არავის არ ეხმარება. რო ანულებს შენს ყველანაირ ენერგიას აცლი უბრალოდ. ხო, და პირიქით, შენი თავის ყველაზე დიდი გულშემატკივარი უნდა იყო მაგ პროცესში. და დააფასო. და დაინახო პატარა ნაბიჯები. იმიტომ რომ მეც ჩემი პერფექციონიზმით, ჩემი რაც მაქსიმალიზმით ზოგადად. კიდევ გაქვს პერფექციონიზმი? იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, ყოფილი პერფექციონისტი არ არსებობს. ერთხელ პერფექციონისტი, სულ პერფექციონისტი. მაგრამ შემცირებული არის გავლენა მაგ საკითხის და ვიჭერ ხოლმე ჩემ თავს, რომ აი წამოყოფს ფეხს და მე ისევ შვიდდება. მაგალითად, რაღაცა რომ მინდება, რომ იდეალური იყოს წარწერა, გამეპარება მაგალითად არასწორი ასო სიტყვა და დამშვიდება. მე რაღაც დავიწყე საკუთარი თავის პატიება და მიღება ამ ყველაფერს, რომ მეც ვიყავი, იმიტომ რომ სხვის მიმართაც ესე ვიყავი და ძალიან დამეხმარა საკუთარ თავზე მუშაობა და მივხვდი, რომ ისეც იდეალური არავინ არ არის და შევთანხმდი ჩემ თავთან ამაზე. და ძალიან მეხმარება და დავისვენე. რომ არა უშავს თუ შეგეშლება. ადრე მესისაც რო წერდი, სულ ვფიქრობდი, თან განსაკუთრებით უცხო მეგობრებთან თქვათ მარტივად წერ და შეგეშალოს კიდევაც, მაგრამ რომ აი რას იფიქრებდნენ, რომ მე აი როგორი გრამატიკით წერ, რომ აი რას იფიქრებენ, რომ შე როგორი განათლება გქონდა, რამდენი რაღაც მოდის და ძალიან დამღლელია. წერტილმძიმეს არ წერდი. ხო, და ანუ ამ ნაწილში მოკლედ, ხა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, როდესაც რაღაც სტატუს წერ, რომ ეხაც ესე ვარ, რომ მირჩევნია, რომ იყოს გამართული და ასე შემდეგ. მაგრამ არის რაღაც სიტუაციები, სადაც შეგიძლია მოკლედ რომ მოდუნდე და მისცე შენ თავს იმის საშუალება, რომ შეცდომა დაუშვა. და არა უშავს თან თქვან, რომ არ ვიცი კარგად გრამატიკა. აი გარი ყველაზე გამათავისუფლებელი. აი რაც ვორქშოპებზეც რო არის ხოლმე რომ აი ის რა ქვია აი კარგი გოგო და იყავი ცუდი. ხო, მიეცი შენ თავისუფლება რომ ის მეორე საპირისპიროობა იყო, პოლარობა, იმიტომ რომ სულ არის ჩვენში, ანუ რასაც არ წარმოვაჩენთ ამ რაღაც იდეალურს, საუკეთესოს, ხო, უშეცდომოს, მაგის აბსოლუტური საპირისპიროც ჩვენში არის. კი. და ის უნდა მივიღოთ სინამდვილეში, იმიტომ რომ ეგ არ მოგწონს ხვებში, მაგას ვხედავთ და მე ჩვენ თავსაც არ ვპატიობთ მაგასთან. და რეალურად შიშთანაც არის ეს კავშირში. ხო, კი. შიშთან არის კავშირში იმ კუთხით, რომ გარკვეულწილად ბავშვობიდან რაღაც დავიჯერეთ, რომ აი ესეთები რო ვიქნებით უსაფრთხოთ. აი ძალიან რო გავამარტივოთ, რა რაღაცა პროგრამებს ხო ვეძახით. ანუ მაგალითად მე ბავშვობაში გადავწყვიტე, რომ თუ ვიქნები უშეცდომო, წესიერი, ზრდილობიანი, კეთილი, სოციუმის დაკვეთა რაც არის მოკლედ რა. ხო, სოციუმისაც, ოჯახის, რასაც ისმენ. და აი სხვადასხვა რეაქციებიდან რასაც აკვირდები შენთან მიმართებაში და რაც ბავშვს ძალიან კარგად შეუძლია რომ დაინახოს, როცა 7 წლამდე და განსაზღვროს, რომ აი როგორ უნდა ილავიროს ამ სიტუაციაში. და ნუ როგორც პროგრამაში რაღაც ეგრეთ ჩანაწერებივით აქვს. გვაქვს ყველას აბსოლუტურად. აი მე თუ ვიქნები ესეთი, მაშინ საუკუნოდ დაცული ვიქნები, რომ არ მიმატოვებენ, ვეყვარები, იზრუნებენ. ზუსტად ხო რაღაც სიტუაციაში რომ მიდიხარ, როგორ უნდა წარმოაჩინო თავი, რომ მიგიღონ. კი. ხო, ვიცით ყველა. და ანუ ერთია რომ სოციუმის ნორმები არსებობს, რაფინირებულად როგორ უნდა იყო, როგორ უნდა ჭამო და ასე შემდეგ და მეორე დამატებით არის უკვე ხასიათის
ნიშნებივით, ანუ ხასიათის ნიშნები შემოდის. თუმცა თავარი პრობლემა, ასე ვთქვათ, არის ის კი არა, რომ მე უზრდელი გავხდე, ანუ ზედმეტობაში რო გადამდის ეგ არის პრობლემა, რომ ყველგან რო ეგ არის და ამნა მეორე ნაწილსაც არ ვიღებ. ამ დროს შეიძლება რაღაც მომენტში საჭირო იყოს უზრდელობა, მაგრამ არ მივცე ჩემ თავს უფლება. ანუ ხო ხვდები რასაც ვამბობ. ან მაგალითად გაწკრიალებული თუ გაქვს ყველაფერი, პირიქით შენ უნდა დაანგრიო ეგ შენი გაწკრიალებულობა და უფლება მისცე, რომ საღორე იყოს თქო არ ვიცახი, მაგრამ კაი იყოს ერთხელ, მაგრამ არჩევანი გამოგხდა. ანუ მაგ შემთხვევაში უკვე გიჩდება არჩევანი. მანამდე ხარ ერთი ნაწილის გარკვეულწილად მონა, იმიტომ რომ აი სულ ესახა. და კონტროლში. ხო, ეს ხდება შენი, ასე ვთქვათ, კომფორტის ზონას და ეს ხდება რაღაც გადარჩენის სტრატეგია და აქეთ ამხარე არ იცი და ამას ან გაურბიხარ, ან სხვაში არ მოგწონს, ან გინდა, მაგრამ არაკეთებ. მე მახსოვს ერთ-ერთი ძალიან სასაცილო მაგალითია. ჩემი ერთ-ერთი ადამიანი, მოკლედ, ჩემთან ერთად რო ჭამდა ხოლმე, ფეხზე იდგა და ჭამდა და ნაფშხვენები ზედ მეყრებოდა ხოლმე და ანუ ისე უბრაზდებოდი და აი გაგიჟებული ვიყავი ხოლმე, რომ ეს რა უბედურება. ნახე, შეიძლება რაღაცები გასაბრაზებელია, მაგრამ მაგ მომენტში კითხვა დავსვი, რომ მე რატომ აღიზიანებს ესე ძალიან. ანუ კი რაღაცა დონე არის, რაც უნდა გაგაღიზიანოს, შეიძლება ანუ უბრალოდ თქვა, რომ იცი რა, მე ეს არ მსიამოვნებს, მაგრამ აი ესე რო ინთები, ესე იგი რაღაცას რთავს შენში. ხო და რას რთავს შენში? რთავს იმას, რომ ბავშვობაში მე უნდა მჯდარიყავი წესიერად ესე, ისე ლამი 3 წლის რო დანაჩანგლით ჭამხო. შესაბამისად, იმ ჩემ ნაწილს ტკიოდა, რომელიც თავის თავს უფლებას არ აძლევდა, რომ ესე ეჭამა. მე უბრალოდ ამ ტრეინინგებში მომაქხოლმე ეგ მაგალითი ხუმრობით, რომ აი შენ თავს უნდა მისცე, რომ უფლება რომ იდგე მაგიდასთან და ესე ნაფშხვენებით ჭამო. რაც ნიშნავს, რომ იმ შენ ნაწილს ბევრს გაიცნობა, იმ შენ ნაწილს უნდა მისცე უფლება, რომ დაიკმაყოფილოს ეს და აღარ მოხდება დაძაბულობა. იმიტომ რომ ერთი ნაწილს ეუბნები, რომ არა მე შენ გამოგკეტე ახლა სადღაც სარდაფში და შენ იქიდან არ უნდა გამოხვიდე. და მეორე ნაწილი, პრინცესული ნაწილი, კარგი ნაწილი ის გარეთ არის და ჭვინავს. ამ დროს იმასაც უნდა გამოსვლა სარდაფიდან, ან მინიმუმ დანახვა, რომ იცი რა არის ბავშვობაში მეც მინდოდა რომ რაღაც ესე უსაქციელოდ მოგქცეულიყავი. მოგეთ ბავშვობაში თუ გვაძლევდნენ იმის უფლებას, რომ უსაქციელოდ მოგქცეულიყავით, აღარ გვაქვს ეს ნაწილი გამოკეტილი ესე. ხო? ხო, შეიძლება ანუ ყველა საპირისპირო აქვს. შეიძლება პირიქით, შეიძლება პირიქით იყოს. დანაჩანგლის დეფიციტი აქვს, ხო? ზუსტად, ანუ ან პირიქით ვიღაცას კონდეს იმის სურვილი, რომ აბსოლუტურად დაარღვიოს კონტექსტი ხოლმე, ან დაარღვიოს არსებული ნორმა. და ეგეც მიჯაჭვულობა შეიძლება იყოს იმ კონკრეტულ ქმედებაზე, ანუ უბრალოდ მდგომარეობა იყოს, რომ სულ ესე ვიქცევი. ამ დროს შესაძლებლობას უკარგავ, რომ მეორე ნაწილიც გამოვცადო. ამ დროს ყველაფერი ვართ, ისიც ვართ და ესეც ვართ. მაგიტომაც არის რაღაც შედოუებთან მუშაობა, ხო, ჭრილებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი. და სავარაუდოდ ჭრილებთან მუშაობა, ეხლა რომ დავაკავშიროთ ამ გაბედვასთან და შიშთან პირდაპირ კავშირშია რა? კი, ახლა რაღაცები არის, რაც ჩვენ შიგნით არის. და იქიდან გამომდინარე, რომ მე რაღაც ერთი ნაწილი ვარ, არ ვაძლევდე უფლებას ჩემ თავს გავბედო და წვიმაში ვიცეკო, ან გავბედო და მაგალითად გავხსნა ჩემი კომპანია, იმიტომ რომ ის დაჯერებები, ის ჩემი რწმენა წარმოდგენები, ჩემი ნიღბები, რომლებიც მოვირგე, ისინი ხელს მიშლიდეს ამ ნაწილში. კი, და არ ვერ ვბედავდე რაღაცებს და გაბედვა ბევრი რამის შეიძლება იყოს, ანუ გავბედო აზრი გამოვთქვა. გავბედო რომ უარი ვთქვა ისეთ რაღაცაზე, რაც მართლა არ მინდა. არას თქმა, ხო? არას თქმა. გავბედო ვიყო გულწრფელი. ამ დროს ძალიან ბევრ ადამიანს გგონია, რომ გულწრფელები ვართ და სინამდვილეში ალბათ ძალიან ცოტა პროცენტი არის გულწრფელობა. ისეც არ ვიცი. გეშინია და ამიტომ. რა თქმა უნდა, იმიტომ გულწრფელობა არ არის მარტივი. არა, იმიტომ რომ გულწრფელი როცა ხარ რეალურად აი ესე აშიშვლებ შენ თავს გულს და ეუბნები რომ აი მე ვარ ღია.
და უიარაღოთ და ამ დროს არ იცი მოწყლა და იქიდან რა იქნება არ იცი. და გაბედვა რომ გულწრფელი იყო ძალიან დიდი ის არის რა ქვია ნაბიჯი არის ძალიან დიდი ნაბიჯია კი მაგრამ ძალიან დიდი შვება არის და ანუ მეც ჩემ თავთან ურთიერთობაში შიშების გადალახვაში ანუ გავლაში შიშების მეხმარება საკუთარ თავთან რადიკალური გულწრფელობა რომ აი როგორია რადიკალური გულწრფელობა საკუთარ თავთან გულისხმობ ხო? საკუთარ თავთან გულისხმობ ის რომ მაგალითად როგორ უნდა იყოს ადამიანი საკუთარ თავთან გულწრფელი? როგორ რამე არის თქვათ ან წერა, ან კითხვების დასმა, როგორ შეიძლება მივიდეს მაგამდე? ხო, აი მე რაც მეხმარება ხოლმე არის რომ აი ვგრძნობ რაღაც დისკომფორტს შიგნით. აი მაგალითად ადამიანი თხოვს პირობითად აი ხა წამომყევი სადღაც. ხო, წამომყევი სადღაც. პირველადი რეაქცია არის რომ მინდა რომ გავყვე, ხო? იმიტომ რომ ისევ ის ნიღაბი მაქვს კარგი გოგოსი, კეთილის, მსხვილველის დამხმარების მზად ვარ, მაგრამ რის ხარჯზე ვარ მზად, ხო? იქნებ მაგის სურვილი არ მაქვს. ანუ რაღაცა ხდება სხეულში რომ ვამბობ, მაგრამ აი არ არის ჰარმონია. და ჩემ თავს ვეკითხები ხოლმე რომ სინამდვილეში რა გინდა? სინამდვილეში რა ხდება? და რისი გეშინია, რომ უთხრა რომ არ წახვალ, ანუ დაკარგავ, მიგატოვ, შეიძლება ფორმა ჩარიცო. ან ჩაითვალო რომ არ ხარ კარგი მეგობარი. რა თქმა უნდა და მანდ ჩემი მთავარი ასე ვთქვათ, პრაქტიკა, რასაც ვაკეთებ, არის რომ გულწრფელი ვიყო ურთიერთობებში. და გულწრფელად ვუთხრა, არ მოვატყუო. იმიტომ რომ სინამდვილეში ვატყუებთ ადამიანებს, ერთმანეთს ვატყუებთ. მე რას ვაკეთებთ, იცი რომ მე თუ ვატყუებ, არ დგება, ან ორივესთვის სარგებელი არ დგება სინამდვილეში, იმიტომ რომ მეც წაგებული ვარ და ისიც წაგებულია და რატო? რაღაც დრო გავა და დამიგროვდება ეს და სადღაც ამოხეთქავს აუცილებლად. ამიტომ სიმართლის თქმა ჯერ საკუთარ თავთან რომ ვაღიარო რომ რეალურად არ მინდა წასვლა და ჩემ თავს ვაძალებ ამას შეიძლება ეგეც ამ ყველაფრის მომგვარებელი იყოს იმ კუთხით რომ აი ხმამაღლა ვთქვი და ვთქვა რომ არ მინდა მაგრამ ამას გავაკეთებ თქვა ერთხელ და შემდეგში ვიტყვი რომ არ მინდა ან უთხრა რომ რაც არის სიმართლე რომ ეხლა მე ამის რესურსი არ მაქვს უბრალოდ იმიტომ კი არა რომ არ მიყვარხარ უბრალოდ ამის რესურსი არ მაქვს ახლა. ან ვარ დაღლილი ან დაღლილი ვარ, შეიძლება დაღლილი იყო, შეიძლება ბავშვი ყავდეს წამოსაყვანი, ან 1000 რაც არის. სინამდვილე, მანდაც არ უნდა მოიტყუო. მან მეორე ის არის ხოლმე, რომ უარი ვთქვა, ოღონდ ლამაზად ვთქვა ხოლმე ვითომ უარი და კიდე დამატებით ზევიდან მეორე წყვილს ვიწევ. ეს რეალურად ეხა შიშს ქმნის იმისა, რომ ადამიანების წრე შეგიმცირდეს. იმიტომ რომ ჩვენ ყავს ისეთი ბევრი მეგობარი ჭყალებში, ნუ ყველას არა, მაგრამ ზოგადად ხო ესეა საქართველოში, რომ დიდი თქვათ სამეგობრო წრეებია, მილაპარაკე ამაზე სხვა პოდკასტებში და რა თქმა უნდა, ეს რაღაც გათვალისწინება უარის ვერ თქვა, იმიტომ რომ შეინარჩუნო და არ არის ადვილი ესე გულწრფელობა. ალბათ აქამდე უნდა მიხვიდე. ადვილი არ არის. ადვილი ნამდვილად არ არის და მზად უნდა იყო რომ ვიღაცები შეიძლება შემოგაკვდნენ კი ისეთ ადამიანებთან ურჩევნიათ ადამიანებს ურთიერთობა ვინც არიან მარტივები ბჭყალებში ამ სიტუაციაში რომ უარის თქმა არ უყვართ რაღაც ხო იცი რა არის როცა შენ რაღაცებს ცვლი შენ თავში როცა სწავლობ საზღვრების დაცვას უარის თქმას ეს ავტომატურად იწვევს არსებული და ძველი დინამიკის ცვლილებას. რაც რა თქმა უნდა ამ ადამიანებს არ უხარიათ. არ უხარიათ ცნობიერად არა, ქვეცნობიერად, იმიტომ რომ უბიძგებ ადამიანს, რომ რაღაცა მანაც უნდა შეცვალოს, ან ახალი მოცემულობა უნდა მიიღოს, იმიტომ რომ ძველებურად აღარ გრძელდება. შენ თუ უცებ სულ ხელმისაწვდომი იყავი და ყველაფერზე
თიანდაზად ეგებოდი, ხო, უცებ აღმოჩნდება, რომ შენი საზღვრები გაქვს და აქამდე არ ქონდა ეგ საზღვრები, ეკეთია და უნდათ რომ დაგაბრუნონ ისევ ძველ მდგომარეობაში, რომ თვითონ არ შეიცვალოს სინამდვილეში. მაგრამ ნამდვილი ურთიერთობა, მე ესე ჯერა, რა თქმა უნდა, ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია, მაგრამ ყველა ეტაპზე ცხოვრების გარკვეულ რეზონანსში მოვდივარ სხვა ადამიანებთან და ვიღაც ადამიანები ბუნებრივად გვაკლდებიან, არა იმიტომ რომ არ მიყვარს. უბრალოდ რაღაც სხვა ეტაპზე გადადიხარ ცხოვრების და რაღაც ახალი ადამიანები შემოდიან და ვიღაცები გადიან. და შეიძლება ძველი მეგობრები ისევ შემოვიდნენ და მანდაც რამდენად რაღაცნაირი საკუთარი თავის მიმღებლობა, სხვების მიმღებლობა ნიშნულოვანია რა მაგ ნაწილში, რომ გქონდეს, მეგონი სხვა თემაზე წავედით, მაგრამ არა უშავს, ჩვენ ხო შევთანხმდით, რომ წინასწარ არ შევთანხმდებოდით და ხო, დღეს აბსოლუტური ექსპრომტი გვაქვს, მაგრამ წავყვებოდით, მივენდობოდით, ესე იგი, იმას რა ქვია, პროცესი. ხო, პროცესი და ესე წავედით, მაგრამ მე მგონია, რომ ეგ ყველაფერი მაინც არის კავშირში ამ შიშთან. და გაბედვასთან. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს, ჭრდილებს ხვდება, საზღვრების დაცვა იცის, არასთქმა იცის, მგონია, რომ უკვე მივდივართ რაღაც ცნობიერ პროცესზე. და ცნობიერ პროცესში, რა თქმა უნდა, შიშები არსებობს, მაგრამ გამკლავების მექანიზმები ალბათ უფრო სხვა გაქვს, ვიდრე არაცნობიერად რო ხარ და საერთოდ არ იცი რას აკეთებ, ხო? კი, რა თქმა უნდა, ცნობიერ დონეზე უკვე ამ შიშებთან ურთიერთობა ასევე ცნობიერია. იმ კუთხით, რომ რაღაცა რო წამოყოფს თავს, უკვე შეგიძლია რომ სახელი დაარქვა. იგრძნოს ხელში სად არის. დაეხმარო შენ თავს მაგალითად სუნთქვით და ჩვენი საყვარელი სუნთქვა. ხო, სუნთქვით დაარეგულირო შენი ნერვული სისტემა. შენ რამდენად გშველის სუნთქვა? რატო არ ვთქვით, რომ სუნთქვის ფასილიტატორიც ხარ? ხო, სუნთქვით. სუნთქვა ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში და სუნთქვა არის ფაქტობრივად ის, რითიც შემოვდივართ ამ სამყაროში და რითიც გავდივართ, რომ დაფიქრდე და სუნთქვა ის, რაც გვაცოცხლებს, ენერგიას ქმნის. და ერთადერთი ავტონომური ფუნქციაა ჩვენი სხეულის, რომლის მართვაც შეგვიძლია. დანარჩენი არც გულის შეკუმშვა შეგიძლია მართვა და არც ფილტვის გაშლა და ასე შემდეგ. სუნთქვის მართვა შეგიძლია და სუნთქვის მართვით შეგიძლია ჩვენივე ნერვული სისტემა, სიმპათიკური, პარასიმპათიკური, ესენი დავარეგულიროთ. სიმპათიკური გადავიყვანოთ პარასიმპათიკურში, მაგალითად თუ რაღაც შიში, ბრძოლა და გაქცევის რეჟიმშია ჩვენი თუ მაღალია და არეგულირო, ხო? ღრმა ჩასუნთქვით და უფრო დიდხნიანი ამოსუნთქვით, თქვათ, უფრო დამშვიდო, ბევრნაირი სუნთქვები არსებობს. რიტმული სუნთქვით პირიქით, ხო? შვიდდები და თან პლუს კიდე ენერგია მოგდის და ზუსტად. და სუნთქვა აუცილებელია და ხშირ შემთხვევაში, რასაც ვაკვირდები, დღის განმავლობაში ადამიანები შეიძლება ძალიან შეკუმშულად სუნთქავდნენ. კი. და საერთოდ არ სუნთქავენ, რო იკავებენ, ხო იცი და ისუნთქე რო ეუბნები და მე რო ამოისუნთქ, ვერც აფიქსირებ ამას, ხო? ზუსტად და მეც ადრე ისეთი ერთთვიანი მარათონები მქონდა ხოლმე ჩემი მონაწილეებისთვის, რასაც ვატარებდი 3 წელია და ეხლა ცოტა ბოლოს შევეშვი. ერთ-ერთი პრაქტიკა რაც მქონდა იყო, რომ დღის განმავლობაში 3-ჯერ გაჩერდე და ეს ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა გააკეთო. რაც გეხმარება, რომ ამ ქრონიკული სტრესი, უფრო სწორედ სტრესის დონიდან, ქრონიკულ სტრესს კიდე ცოტა სხვანაირად მუშაობა ჭირდება, მაგრამ სტრესის დონიდან ჩამოიყვანო შენი სხეული ნერვული სისტემა უფრო დამშვიდებულ და დაბალანსებულ მდგომარეში და ეს რაში გვჭირდება, რომ რეალურად წვდომა ჩვენს პრეფრონტალურ კორტექსზე, რომელიც არის კრეატივი, ანალიზი, ცხადად დანახვა რაღაც საკითხებზე, მაგასთან უფრო მიგვიწვდებოდეს ხელი და კავშირი გქონდეს. შესაბამისად, თუ ახლა ვარ ძალიან ანერვიულებული, შეიძლება ვერც მივიღო საღი გადაწყვეტილება, ამიტომ უნდა დავამშვიდო. და მე მშველის. კი, ძალიან.
დღის განმავლობაში დილითაც და საღამოს, მას ბავშვებსაც ვაკეთებინებ ხოლმე და ძალიან კაი ბაღში დადის ლილიკო, იქ აკეთებინებენ ესე რომ ვითომ ყვავილს უსუნეს და სანთელი ჩააქრეს და ისეთ საყვარლები არიან, ხო. ხო, ძალიან მომწონს ფელიქსი ხა და აი ბავშვებსაც ბაღშიც ასწავლიან და მეც სახში ვაკეთებინებ ხოლმე რაღაცებს, რაც დაეხმარებათ, რომ აი ეს აღზნებადობა და შფოთი დავიდეს დარეგულირდეს სხეულში, კი. და სახელის დარქმევა და სუნთქვა ძალიან გვეხმარება ამ პროცესში, ხო, რომ ამოვიცნოთ რა არის. და რა თქმა უნდა, გავარკვიოთ რა ფიქრები შემოდის. და 70,000 ფიქრი, რომელიც დღის განმავლობაშია, 60-80%-დან 80%-მდე ერთი და იგივე განმეორებითი არაფრის მომცემი, შიშებზე დაფუძნებული ფიქრებია, რომლებიც ჩვენიც კი არ არის რაღაც ნაწილში. შეიძლება იყოს წარსული ფიქრიდან, ან წარსულზე ფიქრი, მომავალზე ფიქრი, შფოთი, ვიღაცის იდეები და შენ ვინ ხარ, რა ხარ აქ და დაბრუნდე და სუნთქვა მაგაში ძალიან გეხმარება. აი ფაქტობრივად ეს გადანაწილებული ფოკუსები გარეთ რო გაქვს ელემენტები შენი თავის იმის მოყვანა წყობში შიგნით, ხო? და გაჩერება. მე ხო იცი რომ დავიწყე ხა სუნთქვის სწავლა და თუ ჩავაბარებ წარმატებით გამოცდას, მე სხვებსაც დავეხმარებ, მეც გავხდები ფასილიტატორი და მართლა საოცრება არის და ეხლა რო ახსენეს აი ამდენი ფიქრი რო შემოდის, სისტემატიური სუნთქვის შედეგად ეს ფიქრებიც რაღაცნაირად ილექება და იფილტრება და ხო რაღაც აი ამდენი სუნთქვა შორის. ხო და თითქოს მას წყნარდება გონება. ხო, მედიტაციაზე მეტად მე სუნთქვა მიშვა, მაგრამ მედიტაციაზე დასაჯდომად რომ დავჯდე და ვიმედიტირო, TM-ს ვაკეთებდი და ნუ ვაკეთებ პერიოდულად ძალიან ისე, მე ვაგდებ. აი ვატყობ რომ სუნთქვა ავირჩიე, ხო და ხო, მივხვდი რომ ვიპოვე. იმიტომ რომ ეს TM-ი იყო რომ ვაკეთებ, მე ვანებებ თავს, მე დიდი ხანი ვაკეთებ, მე რაღაც მოკლედ არ ვარ სისტემაში ვერ სვამ და თითქოს სუნთქვა რაღაცა ჩემია. ალბათ რაც მოქმედებაც რო არის, ეთყობა ხასიათის ნაწილია, ხო, იმიტომ რომ დაწყნარება მიჭირს ხოლმე და სუნთქვა მაწყნარებს კიდევ და სხვადასხვა მე მედიტაცია უფრო ადვილია სუნთქვის მერე. რომ დაიღლები, მე სხვანაირად მედიტირებ. სუნთქვა, ხო, სხვათა შორის შენ როგორ სუნთქვებს აკეთებ გააჩნია ისეთ აქტიურს? ხო, იცი არის, რამდენიმენაირი სუნთქვა გვაქვს ახლა ერთი 5-ნაირი სუნთქვა, რომელზეც ახლა ვმუშაობ. და ხო, აქტიურის მერე არის რომ ცოტა იღლები და მერე კარგად მედიტირებ. კი. ძალიან კარგი არის და ალბათ ხო მოსარგები არის ვის რა ეხმარება მაგ ნაწილში. თუმცა ეხლა რაც ახსენე სისტემატიურობა ყველა ნაწილში მნიშვნელოვანია, ხო? სულ 1-2 დღე ჩაგდო და მაინც გააგრძელო, ეგეც მნიშვნელოვანია. სუნთქვის ეხლა მე თუნდაც უშუალოდ რა სუნთქვებსაც ვაკეთებ არის conscious connected breathing-ი, ანუ დაკავშირებული სუნთქვა ცნობიერი, დაწოლილ პროცესში კეთდება და თან body work-ი არის რეალურად ენერგეტიკული, ანუ კონკრეტული ადგილებია სხეულზე, რომლებსაც სუნთქვის პროცესში ეტყობათ, სად არის დაჭიმულობა, სად არის დაძაბულობა, ბლოკები და ანუ მაგალითად თუ არის უფრო მეტად გამოსახული ბრაზი, აი მუცელი აბსოლუტურად სხვანაირად იბერება ხოლმე, ანუ საოცრება ადამიანის სხეული. რამდენადაც გვეუბნება. ხო, ანუ აი ეს მართლა ყველაფრის რეალურად ყველაფრის მკურნალობა შეგვიძლია, აბსოლუტურად ყველაფრის და თან ერთმანეთის მკურნალობა შეგვიძლია, იმიტომ რომ ეს ბიოენერგეტიკა ჩვენში არის. ანუ იმას soul of the feet ხო ეძახიან, ფეხის გულები და ხელის გულები არის სული, შენი ხელის და შენი ფეხის და ანუ მანდ არის უბრალოდ ეს მთავარი ენერგეტიკა შეხებით, ცნობიერი შეხებით და კონკრეტულ ადგილებზე. აი თვალები რო დავხუჭო, მაგალითად იმ დღეს ჩვენ მოკლედ ვიყავით რაღაც workshop-ს ერთად მე და ნინი და უნდა რაღაც ბარათი უნდა მოგვეღო და ხო იცი ესე ხო, ენერგეტიკით იქ აი სადაც გახურდა ხელი იქ გავაჩერე და ზუსტად ჩემი ბარათი ავიღე. ნუ ეხსი გიჟია, მაგრამ ეგრეა. ხო, ეგრეა ზუსტად. და ამ პროცესშიც მე რატომ მომწონს და რატო ვარ გადარეული და ახტოვანებული 3 წლის წინ
2 წლინახევრის წინ, როდესაც პირველად გამოვცადე ჩემ თავზე. არის ის, რომ ამ პროცესში როცა ხარ, აბსოლუტურად პრეზენსში ხარ, აბსოლუტურად აწმყოში ვარ. და ამ პროცესში უბრალოდ ველს მივყავარ იქ, სადაც საჭირო არის. რაღაც მომენტში რა თქმა უნდა, ხა პროტოკოლები და ყველაფერი ნასწავლი მაქვს, მაგრამ ნასწავლს ცდება რაღაცა საკითხები, ანუ ისეთი ინფორმაცია შემოდის, რაც უნდა გავაკეთო. და ხა ისევ შიშს რო დავუბრუნოთ საკითხი. კი, ანუ ყველაფერს ვაკავშირებთ ამასთან. შიშთან ახე ამ სესიაზეც რომ მოსულა, ყოფილა სიტუაცია, რომ თქვა რაღაცის გახსნა უნდა, ან სამსახურში რაღაც საკითხი აქვს და ვერ გადაწყვიტა, რაღაც გარკვეული გაურკვევლობებია, შიშებია და ამ პრაქტიკის შემდეგ, სუნთქვითი პრაქტიკის შემდეგ ეს სიცხადე შემოდის, იმიტომ რომ სხეული შვიდდება, კავშირდება და შიგნით ჩვენ ყველაზე მეტი ინფორმაცია გვაქვს და ცოდნა გვაქვს. ყველაფერზე პასუხი გვაქვს და იმასთან კავშირდები. ანუ შენზე მეტი რაც არის შიგნით. წყვეტს ამ კავშირს ეგ არის. ხო, შიში და რეალურად ჩფოთი ჩვენი ტვინის და გონების, ასე ვთქვათ, ხმაურია, რომელიც ისე ხმაურობს, რომ რეალური ჩვენი თავის აღარ გვესმის. და რაც გვჭირდება არის, რომ დავუკავშირდეთ ამ ჩვენს შინაგან ხმას. ხო, და ერთი კიდე ხო რაც ალბათ ჩემ თავსაც ვეუბნები, იმიტომ რომ მეც ყოველდღიურ შიშებში გავდივარ. ბლოგის წარმოება იქნება თუ საკუთარი თავის გამოჩენა იქნება. ხო, ყველაფერი გარკვეულწილად რაღაც შიშთან და სტრესთან არის დაკავშირებული. ანუ ღელვასთან მაინც, ხო? მეც აი ყველა პოდკასტის ჩაწერამდე პატარა ღელვა მაქვს, როგორი გამოვა. არ ვიცი, ხო? ანუ კარგი გამოვიდეს მომეწონება თუ არა. და რა თქმა უნდა არის ეს მე შეფასების შიშის ცოტა შემოდის და მე წყნარდება. რა თქმა უნდა არის. კი, ბუნებრივია და იმაში რაც თქვი რომ როდესაც ვაპრაქტიკებ, ანუ ვეხმარები რომ ეს პატარა ნაბიჯები გადავდგა, პატარა ნაბიჯებით რა შეიძლება ერთხელ ჩავწერო ლაივი გავაკეთო, პირველი იყოს და ძალიან არ მომეწონს და შეიძლება წაშლო, მაგრამ ამ ცდილობებში მოდის უკვე შედეგი. მოდის ის, რომ შენი გამოცდილება გაქვს. და ძალიან კარგი ანუ Nike-ის სლოგანი რაც არის just do it. ძალიან მიყვარს და მეც თვითონაც მაქვს ბევრჯერ გამოყენებული და ჩემ თავსაც მაგას ვეუბნები ხოლმე. მაგ წინადადებაში ყველაზე მთავარი სიტყვა არის just. და არა do it, როგორც გონიათ ხოლმე რა, რომ ანუ ძირითადად ესეთი აღქმა არის, რომ აი მიდი მიაწექი და გააკეთე და შედეგი დადე და do it. ანუ სინამდვილეში Phil Knight, ვინც თანადამფუძნებელი Nike-ის, ანუ მისი არსით და რასაც ამბობს, რაც უნდოდა რომ გადმოეცა, იყო ის, რომ ეს თუნდაც ბრენდზე რო ვისაუბროთ, ხო, იმისთვის კი არ არის ათლეტებისთვის, ყოველდღიური ადამიანებისთვის არის, ვინც ყოველდღიურ მცდელობაში, ანუ ქმედებაშია. და ეგ არის, ანუ თუ არ გავბედე, თუ არ ვქენი, ისე არ მეწოდინება. და შეიძლება მთელი ცხოვრება დავრჩი ამ შიშების ტყვეობაში. მაგრამ რო გამებედა და რა იქნებოდა, მარტო იმ შემთხვევაში გავიგებთ თუ გავბედა. ზუსტად იმ შემთხვევაში გავიგებთ რომ გავბედა. კი, ზუსტად. იმიტომ რომ ხო თუ არ გაბედა ვერ გაიგებ რას მოიტანს. და თან ანუ მე რასაც დავაკვირდი არის ის რომ რატომაც კიდე არ ვბედავდი რაღაცებს და მინდოდა ზუსტად აი შიშის და ჩვენი ნერვული სისტემის საკითხი რაც არის ხო ზუსტად მინდა ვიცოდე რა იქნება. ან რა მერქმევა, ან როგორი იქნება, რომ ზუსტად ისეთი დავიწყო. ამ დროს და მანდ ალბათ ის არის კიდე რომ შეცდომების უფლებას ვერ აძლევს საკუთარ თავს და იმიტომ რა. შეცდომების უფლება და თითქოს გინდა რომ აი იდეალური იყო, მაგრამ ეხლა ახალმა თაობამ ეგ ცოტა შეამცირა და სტარტაპერებმა ასე ვთქვათ, იმიტომ რომ უკვე პროტოტიპი შეგიძლია ჩაუშვა და არ არის აუცილებელი რომ უკვე ბოლომდე მზა პროდუქტი იყოს, იმიტომ რომ ყველაფერი იცვლება. და ამის თქმა მინდა რომ გაბედვა იმასთან ერთადაც რომ ვიყო არ ვიცოდე, ან certainty არ მქონდეს რაღაცეების.
მე ძალიან სიცხადე ხო აი ზუსტად რომ სიცხადე ხო და მაგის გარეშეც რომ შეგეძლოს რომ გააკეთო და მე აღმოაჩინო რა მიიღე რა თქმა უნდა სანამ არ დაიწყებ იმ გზაზეც ვერ გახვალ რაც არის მე მაგალითად ძალიან დიდი დრო დავხარჯე ცუდი არ იყო ყველაფერს თავისი აზრი ქონდა და ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვე მაგრამ მაგ ცოდნიდან და გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა რომ დიდი დრო დავხარჯე იმაში რომ აი რა მქვია ვინ ვარ იმიტომ რომ კორპორატიული სამყარო ორგანიზაციული განვითარება ბიზნეს პროცესები რაღაცა კონსალტინგი მე აქ კოუჩი ვარ მენტორი ვარ რა მქვია და ვეძებდი იმ ერთ რაღაცას და არ ვიწყებდი რაღაცეებს იმიტომ რომ ვეძებდი სათაურს და არ არის აუცილებელი ფორმა თავარია შინაარსი რასაკეთებ და აი ეგეც ძალიან დამეხმარა მაგ ნაწილში ეხა გამახსენდა ну არც მე უკვე პოდკასტები ჩვეულებრივად იდო უკვე ვაკეთებდი ანუ ამ საქმეს და აღარ ვიყავ ეხა ესეთი დაძაბული და გამეპარა ერთ-ერთი პოდკასტი აერიად და შავი ვერსია დაიდო დამონტაჟებული გვერდზე იყო ანუ და აერიად და ისატვირთეს და აღარ მინახავს იმიტომ რომ ასჯერ ანუ მე ვაგზავნი ტაიმკოდებს მონტაჟთან მე ვნახულობ და აი ბოლო ვერსიაც ვნახე კარგი იყო მაგრამ მას აერია და უკვე რომ დაიდო რა თქმა უნდა მე აღარ მეყურებია კაიხნის მერე გავარკვია რომ თურმე იქ 15 წუთი დაგვრჩა ვეუბნებით ერთმანეთს ანუ ეხლა რაზე ვისაუბრობ და რაღაც ჩავი ვერსია ალბათ ეს რომ მომხდარიყო დასაწყისში მე ისე გადავყვებოდი ამ ამბავს რომ საერთოდ აღარ გავაგრძელებდი აი კი რა თქმა უნდა დისკომფორტი მქონდა უფრო სტუმართან იმიტომ რომ ნუ რაღაც პასუხისმგებლობა რო გაქვს რაც მაგრამ აი შინაგანად მახსოვს რომ აი არაუშავს მოხდა მერე და აქამდე მოვედი იმიტომ რომ ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო მანამდე. ქმედებით მოხვედი. კი, ну რაღაც აი ბუნებრივად მივიღე, რომ არც გაუბრაზდი, რომ ვთქვათ არ მესიამონა რა თქმა უნდა ხა თანამშრომლები ხო თანამშრომლობ ის ადამიანი აერია და მახსოვს შინაგანად ეგ აღიზიანებაც არ მიგრძვნია და ნუ რაღაც მივიღე მოცემულობა და ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი მანამდე ხო და მე მივხვდება მე რომ გავყევი თქვა ჩემ ფიქრებს გავღიზიანდებოდი ჩემს თანამშრომელზე იმიტომ რომ ისევ ჩემ შიშთან და ჩემ თავთან ბრუნდები და როცა მე ეს უკვე აღარ მქონდა, უკვე იქ გაღიზიანებაც მოიხსნა და ყველაფერი ამასთან არის კავშირში. შიში კრიტიკის, შიში რასი ფიქრებენ და აი რა წამსაც ეგ ნაწილი ვთქვათ, აღარ იყო ჩემთვის ეგეთი მნიშვნელოვანი და არაუშავს ადამიანები ვართ, იქაც მე უკვე გაღიზიანებაც ჩაიხსნა. ჩემს თანამშრომელზე და მართლა ძალიან თავისუფლება მოაქვს ამის თქმა მინდა რა იმ ნაწილს, როდესაც შენ შიშთან ერთად რაღაცას აკეთებ, მე რაღაცნაირად გაკაჟებს და სხვანაირი ხდები. ხო, უფრო ბევრ რაღაცას იღებ. კი, და ხო, რაღაცნაირი ცნობიერი ადამიანი ხარ. მაგ შემთხვევაში ერთ რასაც დავამატებდი არის ის, რომ ეგ არ ნიშნავს, რომ საზღვრები არ დაიცვა. რა თქმა უნდა. ხო, იმიტომ რომ შეიძლება იგივე სიტუაცია, იმიტომ რომ ნახე ხშირად ამ მაგას მეუბნებიან ხოლმე არგუმენტად, რომ სულ ყველას თუ ესე ყველაფერი გავუგე და იმას ვქენი, ხო, მაშინ ყველა თავზე დამაჯდება ან მე არ ვთვლი ეგრე. არა, შენზე არ არის. ნახე რას ჩემი არგუმენტი რა არის ხოლმე. ანუ ის რომ შენ ესეთი ემოციური რეაქცია აღარ გაქვს, ეგ უკვე შენს ცნობიერებაზე და მან ცხეულიდან გრძნობ. რა თქმა უნდა, გრძნობ და მეორე არის ის რომ შენ უკვე ადეკვატურად ელაპარაკები იმ ადამიანს და ეუბნები რომ მოდი რა გავაკეთოთ ისეთი რომ ესეთი რამე აღარ გამეორდეს. თან მე ვიცი რომ ის ჩემი ანუ საყვარელი თანამშრომელი რომელიც რა თქმა უნდა ეხა მე ამას ნახავს ვიცი რომ თავადაც შეწუხდა რა თქმა უნდა ეს ხო ვიცი რომ გამორიცხულია რომ ადამიანი რომელსაც შეცდომა მოუვიდა ის არ შეწუხდეს და მაქედან გამომდინარე უკვე შენს რაღაც ადამიანური ნაწილი გაქვს ხო პირიქით რომ უგებ რომ ზუსტად იგივე შეიძლება შენ დაგმართნო და მე თან კიდე მგონია რომ რაც უფრო მეტ ფემინურ ენერგიებს ხსნის შენში მგონია რომ ხო აი მგონია რომ რაღაცებს სხვანაირად მართავ უფრო რბილი მიდგომებით და მე ესე უფრო კომფორტულად ვარ ვიდრე მანამდე ვიყავი უფრო ხისტი და უფრო ბრაზიანი და იმიტომ ვიყავი ეგეთი რომ ბევრი შიშები მქონდა ხო საკუთარ თავს იცავ რაც უფრო ბრაზიანი ხარ მით უფრო შიგნით გეშინია სინამდვილეში ზუსტად ხო და იმ რაღაც გარე ფასადს არ კარგავ და ამ ფასადიდან რეაგირებს სინამდვილეში ის ფასადი რომ მოიხსნას შიგნით
შეიძლება პატარა ბავშვი იყოს, რომელსაც ეშინია ისე ძირითადად ესე ნიშნულოვნობის დაკარგვის, κρიტიკის, სიყვარულობის და ასე შემდეგ. კი, ზუსტად ესეა. ხო და ძალიან კაია და ზუსტად ეხლა სხვა შორის მაგაზე მუშაობ სხვა მიმართულებით, რომ აი რა არის ცნობიერი ლიდერშიპი. იმიტომ რომ ანუ რეალურად ძველი პრაქტიკებით მუშაობა აღარ ჭრის იმ მათრახებით და გაბუტოებით და მის კომუნიკაციებით, იმიტომ რომ ჯერ ერთი ისეთი ასწრაფებულია ყველაფერი, რომ მაგის დროც აღარ არის. ამიტომ ლიდერობა ნიშნავს იმას, რომ მე ჩემს ნაგავზე ვიმუშაო და ლიდერობა ზოგადად ეს არის, რომ სხვას მისცეთ ან საშუალება, რომ სხვა წამოწიო წინ და არა ის რომ დათრგუნო. იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ლიდერი აღარ გამოდიხარ დიქტატორი, რომელიც ჩაგრავს სხვებს. ხო და ნუ იმედი მაქვს, რომ რაღაც მსოფლიოც მივა მიდის უკვე მიმართულებით, იმიტომ რომ თუნდაც სუნთქვეთი პრაქტიკები და ხა ის რა სუნთქვებსაც მე ვაკეთებ, მაგას მაგალითად ჰოლანდიაში გვიკვეთავენ ხოლმე, მე და ჩემ პარტნიორს ჰოლანდიელს ანუ ლიდერები მაგ კუთხით, რომ სიცხადე ჭირდებათ ან რაღაც დასამუშავებელი აქვს და გამოსაშვები აქვს. ცნობიერება ფართავდება მეც ესე მგონია. და ეს კორპორატიული wellness-ი ძალიან აქტიურდება დღეს და ეს კორპორატიული wellness-ი ძალიან საინტერესო თემაა სხვათა შორის და ვაპირებ ამაზე პოდკასტის ჩაწერას. ძალიან კარგია. ძალიან საინტერესო თემაა. კი, ლიდერობაში ეგ საკითხები, სუნთქვებიც, გაცნობიერება, არაძალადობრივი კომუნიკაცია, ხო, ძალიან აქტიურია. top chart-ებში. ხო. ან იმაზე კარგი არაფერი არ არის, როდესაც პატარ-პატარა გაბედეებს bis შედეგად შედეგს ხედავ. და უკან რომ გადმოხედავ, დაინახავ, რომ რა მაგარია, სადამდე მოვედი. ხო. და პატარა გაბედეებით. აი დღეს გავბედე, რომ აი მუხერხულობაში გავიარე. ხვალ ეს კიდე გავბედე, რომ უარი ვთქვი რაღაცაზე, რაც აღარ მინდა. გავბედე, რომ ვთქვი, რაც მინდა ხმამაღლა. ან დავიწყე მაგალითად შევიცვალე სამსახური, შევიცვალე პროფესია. და მუშაობა ჭირდება, იმასავით არის, აი თუ რაღაცას ახალს ვცვლი, რა ქვია იმას? მთასავით არის, თითქოს ახალი მთა უნდა დაიპყრო, მაგრამ რატომ მწვერვალზე რო ადიხარ და ის ხო არ არის, რომ ეგრევე მწვერვალზე ვერ დაჯდები, ვერ დახტები, ანუ გზა არის გასასვლელი, მაგრამ თითოეული ნაბიჯი გაახლოვებს ამ მწვერვალთან და მე რო გადმოიხედავ და შეხედავ შენს გზას, მაგაზე ბედნიერება არაფერი არ არის, რომ თქვა, რომ ყოჩახ და გადაუსახე რო შეხედავ არა თქვა 1 წლის წინ ეხა ივლისში უკვე რაღაც 1 წელი ხდება რაც დავიწყე ივლისია პრინციპში 15-ში მე მგონი 1 წლის ის გაკ კი იუბილე ხო და რო გადავხედო ეხა აქედან ჩემ მაგალითი რომ მოვიყვანოთ ძალიან ისეთი გზა გავიარე ხო და სიამოვნება მომგვარა ეხა ამ დიდი სურათში შეხედვა ამ ჩემ 1 წლის მოგზაურობამ ასე ვთქვათ რა. აჩახ თუ არ ცადა ვერასდროს ვერ მიხვდები. მოვიდოდა თუ არა და თუ დაველოდებით კარგ დროს, კარგ ამინდს, შიშების არ ქონას, ჩვენ მზაობას, შეიძლება ეგრე გავიდეს მთელი ცხოვრება. რაც გვაქვს უკვე საკმარისია და იმ საკმარისით შეგვიძლია რომ პატარა მცდელობები გავაკეთოთ. ამას რომ ვამბობ ხოლმე ვიღაცებს ეშინიათ რომ შენ უბიძგებ ყველასო რომ რა ვიცი წამოვიდნენ სამსახური რატომღაც ეს აქვს რომ აი და შეიძლება უბიძგებ რომ ახალი პროექტი დაიწყოს მაგალითად შეიძლება რაღაცა ნაბიჯი გადადგა იმისკენ რომ ცადო აი ვთქვათ სულ გიტრიალებს თავში რომ გინდა რომ ხატო ხო ან გახდე ძერწავი არ ვიცი მე მაგალითად და ვერ ვბედავ თუ არ ცდი იმას რომ გონია რომ არ გამომივა თუ არ ცდი არ გეცოდინება და მთელი ცხოვრება გექნება თავში რომ აი ეს მინდოდა მე დავიწყებ ხატვას ახლა და ვნახავ რა გამომივა
იმიტომ რომ ბავშვობაში გამახსენდა, რომ კერძო ვიცოდი სულ და ეხლა გამახსენდა, რომ რაღაც დავხატე და მოკლედ მითხრეს, რომ რა არისო ესო რაღაცა მოკლედ და შემრცხვა და ხო, მოკლედ ეგ მე მგონი ჩამრჩა და იმის მერე რაღაც მზეც და ყვავილს და მეც არაფერს არ უნდა ხო ხატვა ალბათ ხო და ცდი მაგრამ ესე სულ მინდა და არასდროს არ გადამიდგამს ნაბიჯი და ეხა ამ პოდკასტის იმით რა ქვია დავფიქრდი და ალბათ ჩემთვის აჩუქე შენ თავს ეგ სიამოვნება ხო ძალიან კარგი მიხარია მეც გავბედო რამე? კი. მე სხვათა შორის დავიწყე 100 უარის თქმის გამოწვევა. უარყოფის გამოწვევა. ეხლა კორპორატიული მიმართულებით პროექტებზე რომ მუშაობ, სულ მაქვს რომ რა ვის მივწერო რაღაც კუთხით არ ვიტკიებ თავს და თავისით მოდის ზოგიერთი ადამიანი, პროექტ კომპანიები და ასე შემდეგ და ეხლა პროაქტიულობაში რომ ჩამომეთვალოს მეც და თან ცოტა კომფორტის ზონიდან გამოვიდე, გადავწყვიტე რომ 100 უარყოფა მივიღო. უარყოფა ნიშნავს რომ მინიმუმ უნდა კითხო ვიღაცას, რომ ხوار ვითანამშრომლთან ხوار გჭირდებათ რაღაცა ან არ ვიცი ბარტერი გავაკეთოთ და ასე შემდეგ. და უარს თუ გეტყვიან რომ მიხვდე რომ ამის გამო არ მოკუდები. და პირიქით ვითვლით უარებს. და მე გამოცდილება გიგროვდება ალბათ და უკვე ისე კაშდები რომ პრობლემა აღარ არის. და უღამში შედიხარ თან და თან ორნი ვაკეთებთ ერთად. და ვინც უფრო მეტ უარს დააგროვებს, ის მოიგებს 21 დღეში. მართლა. ესეთი რაღაც რა სიგიჟეა საბოლოო ჯამში შეიძლება მიიღო ძალიან ბევრი კი და პროექტები გექნება. რა თქმა უნდა. ზუსტად ეგრეა ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ არც გვიცდია ხოლმე რომ ვიღაცებს თუნდაც გაუგზავნოთ ჩვენს შესახებ ინფორმაცია ან დავწეროთ სოციალურ რეალურად. ხო, აი ნაბიჯებს არ ვდგავ. მე მაგალითად სპონსორებზე არ ვდგავ ნაბიჯებს. ნუ რაღაც მოდი შენც გააკეთე. მეც გავაკეთებ, ხო. ხო, მაგარია. ძალიან კარგია. კი. გამოწვევა მიღებულია. გამოწვევა მიღებულია მართლა, ხო. გაბედე. კარგი, გავაკეთებ მაგას. გავიაროთ შიში. ანუ რეალურად მაყურებელს პრინციპში რაღაც ამ კუთხით ალბათ წარმოდგენა შეექმნება. როგორ უნდა გაბედოს, ხო? შიშთან ერთად როგორ უნდა იაროს, თუნდაც ახლა ეს რა ჩვენ თქვი ბოლო. ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ტვინს ზოგადად ეხმარება თამაში. აი თამაშით რაღაცების კეთება. თითქოს ვატყუებთ ხოლმე ამ ნერვულ სისტემას, რომ ეგრევე შიში კი არ შევარდებით, აბა მოდი პრაქტიკაში დავტესტოთ ეს როგორ იქნება. და რაღაც თამაშის სახე რო აქ უფრო მისაღებია ხოლმე რაღაც კუთხით და თამაშთან ერთად რა თქმა უნდა გამოცდილებაც მოდის და შესაძლებლობებიც იხსნება. ხო. ძალიან საინტერესო რაღაც გააჟღერე. ხო მეც დავინტერესდი და გავაკეთებ. ხო, გამახსენდა რომ გუშინ დავიწყეთ ზუსტად დაგეგმილი არ იყო ამის. ხო. კი, ეხმარება. ნინი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ძალიან ისეთი საინტერესო მრავალფეროვანი დინამიური და მოკლედ მაყურებლისთვისაც მგონია რომ აი ის მომენტი თუ ვიღაც დგას ახლა იმის წინაშე რომ რაღაცის გადაწყვეტა უნდა ეშინია მე მგონი მივეცით ეს courage როგორ არის ესა გამბედაობა ხო მივეცით გამბედაობა რომ კითხვები დასვას ნაბიჯები გადადგას და მოკლედ რომ შიშთან სისტემად დაამშვიდოს კი რაღაც ისუნთქოს რაღაცა ხერხებს მიმართოს რომ როგორ გაბედოს და ყველას გვეშინია კი, ყველას გვეშინია. და ერთი ის მაქვს თეთრი დაფა მაქვს და ამ დაფაზე მიწერია რომ აკეთე შიშთან ერთად. ხო. და სულ ყოველდღიურად ვუყურებ ხოლმე მაგას და მახსენდება რომ როგორც კი შემოდის ეს შიშის შეგრძნება, შფოთის შეგრძნება, რომ აი მე რა იქნება, მან ხვდები რომ აი მანდ არის გასაღები. მანდ გავდივარ და მაგაში რომ გავდივარ, რაღაც ახალი არეალი იხსნება. იმიტომ რომ კომფორტის ზონიდან გადიხარ და ყველა ვარიანტში დაჯილდოვდები. კი ბატონო. ესე მუშაობს სამყარო. ხო, ასე რომ ვაკეთეთ შიშთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ, ძალიან სასიამოვნო გარემო იყო და ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა.